საერთოდ ეგ თოფურია, რა ტიპია აზრზე ხარ? ვერ ვიტან მაგის გამოხტომებს. ტიპი გამოდის და იძახის. ისლამმა ჩაისვარაო, ბრძოლას გაურბისო, შეეშინდაო. სერიოზულად? მახაჩევს შეეშინდა? ტიპს, რომელიც ყველას ანადგურებს? მე მგონია, რომ ეს პატარა ბიჭი უბრალოდ ბევრს ლაპარაკობს და რეალობა საერთოდ აცდენილია. მოიცა ნუცხარო, ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც ტვიტერზე ჩანს. აქ ერთი რამე უნდა გაიგო. ერთი მხარეა თვითონ სპორტსმენი, მეორეა მებრძოლი და მესამეა ის კორპორაცია, რომელიც მაგას მართავს. აი ეგ one round management-ი რომ არის მალკი კავას სასტავი, ეგენი არიან მანდ მთავარი მოთამაშეები. თოფურიამ კითხვა ისლამმა კურდღელივით მოკურცხლაო, მაგრამ მერე თვითონ მაგისმა მენეჯერმა მალკიმ აღიარა. შემოთავაზება კი იყო ჩვენს დავთანხმდითო, მაგრამ ისეთი ცოტა ფული შემოგთავაზეს, რომ საერთოდ არ გვიღირდაო. ანუ სიმხდალეზე კი არა, ჩვეულებრივ ვაჭრობაზეა საუბარი. ტიპები ფულზე ვერ შეთანხმდნენ და მერე დაიწყეს ზღაპრების მოყოლა, ვითომ ვიღაცას შეეშინდა. ანუ რეალურად UFC-მ დაუკლო ფულში და მაგიტომ ჩაიშალა? ეგ ერთია, მაგრამ მანდ კიდევ სხვა ნაგავი წყრია. აი შენ თუ იცი, რომ მაგ მენეჯერებს მალკი კავასა და ალი აბდელაზის შორის პირადი ომია. 2012 წელს დენვერში პრესკონფერენციის მერე გარეთ ისე ეჩხუბნენ ერთმანეთს, ტიპებმა ერთმანეთის სახეები დაულეწეს. წარმოიდგინე, მენეჯერები ფიზიკურად დაერივნენ ერთმანეთს. ხო და ახლა წარმოიდგინე მაგორი ტიპის მოლაპარაკება მაგიდასთან. როცა ერთმანეთი ასე გძულთ, იქ საღიაზრი საერთოდ ქრება. თოფურიას გუნდს გონია, რომ უკვე მინიმუმ კონორ მაკრეგორები არიან და კოსმოსურ ციფრებს ითხოვენ. ისლამის მხარე კი თავის პოზიციაზე დგას. მაინც ვერ ხვდები. თუ ჩხუბი გინდა და მაგარი ბიჭი ხარ, გადი და ეჩხუბე, არა? ეგრე მარტივად მხოლოდ კინოშია, აქ ბიზნესია. იცი რა ქნა UFC-მ? როცა თოფურიას სასტავმა ბევრი ფული მოითხოვა ისლამთან ბრძოლისთვის, ორგანიზაციამ უბრალოდ ზურგი შეაქცია და უთხრა: კარგით, თუ ისლამი ძვირია თქვენთვის, აგერაა ჯასტინ გეიჯი, ოღონდ ბევრად ნაკლებ ფულზეო. და აი აქ გაიჭედნენ. ილიას გუნდმა იფიქრა, რომ გეიჯისთან ჩხუბი იმ კაპიკებად, რასაც თავაზობდნენ, საერთოდ არ აწყობდათ, მაგრამ ბოლოს მაინც მოუწიათ რაღაცაზე დათანხმება. დანა ვაიტი კიდევ თავისას უბერავს. ჯერ თქვა ეგ ბრძოლა საერთოდ არ განიხილებოდაო, მერე თქვა ისლამს ხელის ტკივაო. მოკლედ, ყველა იტყუება. არავინ ამბობს სრულ სიმართლეს. თოფურია წრუობს, მენეჯერი წრუობს, დანაც წრუობს. უბრალოდ ფასს წევენ, რომ მერე უფრო დიდი კუში გაჭრან. ისლამს კიდევ ფეხზე მკიდია ილიას შოუ. ისის და ელოდება, როდის მოუტანენ იმ ხელა ჩეკს, რომ საერთოდ განძრევა ეღირდებოდეს. ეგაა მთელი სიმართლე და არა ის, რომ ვიღაცას მუხლები უკანკალებს. კარგი, ფული და მენეჯერების ჩხუბი გასაგებია. ეგ ყველგან ხდება. მაგრამ შენ ხედავ რა ნარატივს აშენებენ? ეს აღარ არის უბრალოდ სპორტი. ტიპები ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი ხაბიბისა და კონორის დონის დაპირისპირებად აღწიონ. თოფურია ისე იქცევა, თითქოს უკვე მეფე იყოს. ისლამი კიდევ ზემოდან უყურებს, როგორც რაღაც გამაღიზიანებელ ბუსს. ზუსტად ეგაა მთელი მუღამი. დააკვირდი რა ხდება. ისინი ახლა თესავენ რაღაც ძალიან დიდს. მე ვიტყოდი, რომ ეს არის ყველაზე დიდი პოტენციური რივალობა ბოლო წლების განმავლობაში. კი იქ ჰქონდა ქოლბისა და უსმანის ჩხუბები, მასვიდალის ამბები, მაგრამ გლობალურ მასშტაბით ასეთი არაფერი ყოფილა. აქ ორი განსხვავებული სამყარო ეჯახება ერთმანეთს. ერთი მხრივ ყავს ისლამი, მთელი მუსულმანური სამყაროს, რუსეთის და აზიის სიმბოლო, ტიპი, რომელიც დისციპლინისა და მშვიდობის განსახიერებაა. მეორე მხრივ ყავს ეს ესპანელი ანტონიო ბანდერასი MMA-ში, რომელიც მთელ დასავლეთს, ევროპას და ლათინურ ამერიკას იპყრობს თავისი ქარიზმით და თავხედობით. შენ ფიქრობ, რომ რეალურად ასეთივე მასშტაბის იქნება, როგორც ხაბიბი და კონორი? ამისკენ მიხვავთ საქმე. დანა ვაიტს ახლა უზარმაზარი პრობლემები აქვს ფინანსურად იმ მხრივ, რომ სფეროზე, The Sphere-ზე 30 მილიონზე მეტი დახარჯა. წარმოიდგინე, ეგეთი ხარჯების ფონზე ტიპს არ უნდა, რომ მებრძოლებს ზედმეტი მილიონები გადაუხადოს. სწორედ მაგიტო ჩაიშალა ჯონ ჯონსისა და პოატანის ამბავის და მაგიტო ჭედავენ თოფურიასთანაც. მაგრამ ისტორია, რომელსაც ეს ორი მებრძოლი წერს, უკვე დამოუკიდებლად ცოცხლობს. თოფურია გამოდის და იძახის: შენ მხდაი ხარ, ყოველთვის გარბი ხარ, როცა ჩემთან ჩხუბს გთავაზობენო. ისლამი კი მშვიდად პასუხობს: მე ვინ ხარ ჩემ შოუში რომ გინდა ჩაჯდომა? მე როცა მომინდება გამოვალ და სახეს აგახევო. ანუ ისლამი უბრალოდ დროს წელავს, რომ უფრო მეტად დაამშიოს ილია? ისლამის პოზიცია უფრო ღირსების საკითხია. ის ამბობს: შენ მოკაქვს შენი შოუ, შენი პიარი, მაგრამ მე აქ უფროსი ვარ. მე გამოგფენდა ყველას წინაშე გაგაშიშლებ, ოღონდ მაშინ როცა მე ჩავთვლი საჭიროად. ეს არის ფსიქოლოგიური თამაში. თოფურია ცდილობს ისლამი მის მოედანზე შეიტყვას, სადაც თრეშ-თოქი და ნერვებზე თამაშია მთავარი იარაღი. ისლამი ამას არ ჭამს. თუმცა ერთი რამ ცხადია, UFC-მ ნამდვილად აწარმოა მოლაპარაკებები ამ ბრძოლაზე. მათ უნდოდათ ეს ჩხუბი სფეროსთვის, ან სხვა დიდი ივენთისთვის, მაგრამ ფულზე ვერ შეთანხმდნენ. დანა ვაიტს ხომ იძახდა, რომ საერთოდ არც უფიქრიათო.
დანას დაუჯერეს შენ და ეგ ტიპის საკველაზე დიდი აფერისტორ მარკეტოლოგია. როცა რაღაც არ გამოუსდის, ეგრევე იძახის არც გვინდოდაო. სინამდვილეში ორივე მხარე ელოდება როდის მოხდება აფეთქება. თოფურიას თუ ჯასტინ გეიჯზე გაუშვებენ და იქ მოიგებს, ხოლო ისლამი თავის მორიგ მეტოქეს გაანადგურებს. წლის ბოლოს ნიუ-იორკში მედისონ სკვერ გარდენში ჩვენ მივიღებთ საუკუნის ბრძოლას. ეს არის იდეალური სცენა ორი ისეთი ტიპების, რომლებიც მთელ მსოფლიოს მართავენ. ერთი აღმოსავლეთს, მეორე დასავლეთს. ეს არის ნარატივი, რომელიც ფულზე მეტია, თუმცა ბოლოს ყველაფერი მაინც იმ დაწყეულ დოლარებამდე მიდის. მისმინე, ერთი რამ ვერ გავიგე. დანა ვაითის სულ იმას გაიძახის 60 მილიონი დავხარჯეს ფეროზეო. თუ იქიდან ბილეთების ფული არ შედის და ასეთი ძვირი ჩდება, საერთოდ რატომ უღირს ამდენი წვალება და რატომ არ უხდის ამ ბიჩებს იმას, რასაც ითხოვენ? დანასთან ყველაფერი ნახევარ სიმართლეა ძმაო. ეგ ტიპი ისეთი მელია, რომ საკუთარ ჩრდილსაც კი მიყიდის რამეს თუ დასჭირდა. 60 მილიონიო რომ იძახის, მან ალბათ 20 მილიონი მარტო დაცვაში და უსაფრთხოებაში მიდის. დანარჩენი კი პიარში. სფერო არის იმიჯი, ეს არის მომავალი, მაგრამ აი ჰონორარების ამბავში კი ნამდვილი ყანკაა, ძუნწი. წარმოიდგინეთ თუ 60 მილიონს ივენტში ხარჯამ და მერე ჯონ ჯონსი გამოდის და 30 მილიონს გთხოვს, სხვებს რა უნდა დაურიგო? ხურდა? ზუსტად ეგ მოხდა ამათ შემთხვევაშიც. ილიას გუნდი მიხვდა, რომ ეს ბრძოლა ოქროს საბადოა და დანას ყელში წაუჭირეს. მალკიკავამ უთხრა, თუ გინდათ რომ ეს ისტორიული ომი მოგცეთ, გადაიხადეთო. დანამ კი დაიხია უკან და დაიწყო ზღაპრების მოყოლა. ანუ რეალურად ილია და ისლამი ახლა უბრალოდ ერთმანეთს აწვალებენ, რომ ორგანიზაციას ფასი აუწიონ? ზუსტად, ეს არის სუფთა ბიზნეს სტრატეგია. მალკიკავამ კარგად იცის, რომ კარგი რამ დროს მოითხოვს. ეს არის ძველი უბნური ფრაზა, მაგრამ სპორტშიც ეგრეა. გაიხსენე მეივეზერი და პაკიაო. წლები ვაჭრობდნენ, წლები. ბოლოს კი როცა ჩხუბი შედგა, ორივემ იმდენი ფული აიღო, რომ შვილთა შვილებს ეყოფათ. ილია და ისლამიც მაგ გზას ადგანან. მათ იციან, რომ ახლა თუ იჩხუბებენ იაფად, მერე შანსი აღარ ექნებათ. ამიტომ ილია აგრძელებს ამბების ატეხვას. ისლამი მხდალიაო, ისლამი კი პასუხობს, ჯერ გაიზარდეო. ეს ყველაფერი ხალხის მოსაქოქადაა. და ეგ მემკვიდრეობის თემა, რასაც სულ გაიძახიან, ეგეც ტყუილია? აი, ფრენსის ნგანუმ ხომ თქვა იდეალურად. ჩემი მემკვიდრეობა ისაა, რომ ჩემ შვილებს თავზე ჭერი ჰქონდეთ და ბანკში სერიოზული ზურგიო. მემკვიდრეობით ვერც უნივერსიტეტის ფული გადახდი და ვერც პურს იყიდი. ამიტომ ეს ბიჭები ნამდვილი ზვიგენებივით იქცევიან. მალკიკავამ დაინახა მომენტი და თქვა, ახლა არა, ახლა არ გვიღირსო. მოვიცადოთ სპეციალურ მომენტს, საერთაშორისო ბრძოლების კვირეულს, ან რამე მსგავსო. მათ უნდათ, რომ ეს იყოს არა უბრალოდ ჩხუბი, არამედ სპექტაკლი, სადაც თითოეული დარტყმა მილიონებად ფასობს. შენი აზრით მაინც როდის ვნახავთ ამათ ერთ ოქტაგონზე? თუ ილია თავის მომავალ მეტოქეს მიასუფთავებს და ისლამიც თავის გააკეთებს, წლის ბოლოს ნიუ-იორკი ამათი იქნება. მედისონ სკვერ გარდენი. ეს არის ადგილი, სადაც ასეთი ლეგენდები იწერება. იქამდე კი ჩვენ მოგვიწევს ამ ტალახის სროლის ყურება. მაგრამ იცოდე, როცა ხედავ, რომ თოფურია ისლამს მხდალს ეძახის, ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ მართლა ეგრე ჰგონია. ეგ იმას ნიშნავს, რომ კალკულატორზე ციფრებს ითვლის და უნდა რომ დანა ჯიბეზე ხელი უფრო ღრმად გაიკრას. ეს არის მტაცებლების ქამაში, სადაც მხოლოდ ერთი გამარჯვებული დარჩება. ოღონდ არა ოქტაგონზე, ბანკში.